რუსეთი გაიჭედა უკრაინაში. დღეში 20-30,000 კაცი ეხოცება. ერთი სოფლის აღებას აწყვიტავენ 200-300,000 კაცს. ცოცხალი ძალა აღარ ყავთ. ფიზიკურად სოფელ დაძდევენ კაცებს რო წაასხან ჯარში. და ამ რუსეთს, რომელიც განწირული არის. ეხლა რატოა განწირული უცებ პატარა ციფრებს მოვიყვან 3200 ტანკი ხო ყავდა, 3400 უკვე გაუნადგურეს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. ო, სადაც იმის თავი აქვს, რომ იმძახია რაღაც ომი, რისი თავი აქვს, ომის თავი აქვს რუსეთს რა. რისი თავი აქვს რა. ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ულოცავ ჩემს თავს და მთელ საქართველოს. რუსეთი აგებს ომს. ძიმედ მიდის უკრაინელების გამარჯვება, ეს გამარჯვება მოიპოვება ძალიან მალე იქნება. ორი ვარიანტია. ან რუსეთი დამარცხდება და ღმერთმა დაამარცხოს, ან არა. და ეს არას არ უშვებს. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც არას არ უშვებს. პოლიტიკოსი, რომელიც არ წონის, რომ ესე რომ მოხდეს, მაშინ რა მოხდება? ესეთი პოლიტიკოსები არიან. და ეს ჩვენ იმ საზოგადოების ხარჯზე უნდათ ეს 100%-იან სიძახიან ყველაფერს, გესმით? არ უშვებენ არანაირნოდ. კი ბატონო, ნახოთ, ეგეთი პოლიტიკოსები როგორ პოლიტიკოსმა ის თუ არ გააკეთა, აწონდა ამ შემთხვევაში რა მოხდება, ამ შემთხვევაში რა მოხდება, ვაი, ჩემი ქვეყანა იქნებ რამდენად გავაწონდა, გადაკონა, რუსეთს დედა აპირება, რუსეთი ვერ გადარჩება. რო გადარჩეს, მაშინ რა ვერ ამეთი გიხსნის. არაკეთილ ინდიციერი იყო, როდესაც ხალხს რაღაცნაირად დავაჯერეთ, რომ თითქოს უკრაინას შეძლო არა მხოლოდ რუსეთის დამარცხება, არამედ მისი განადგურება, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიომ ინტერვიუ ჟურნალისტ მეგი კელის მისცა, მისივე თქმით, ომმა ქვეყანა 100 წლით უკან დახია. არაკეთილ ინდიციერება იყო, რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა. ამ დროს უკრაინა 100 წლითაა უკან ნადგურდება და ნახეთ, რამდენმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. შესაძლოა ისინი უკან არასოდეს დააბრუნდნენ.